გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ნარჩენების მართვის კოდექსის საჯარო განხილვა მოეწყო. კანონპროექტის მიზანი ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით გადამუშავება, განთავსება და ნარჩენებისგან ენერგიის მიღება. კანონპროექტი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წარმოადგენს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობას ხდომაზე განსახილველად გადაეგზავნება, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტს წარადგინება დასამტკიცებლად. კანონპროექტი ერთის მხრივ არეგულირებს ვალდებულებებს და მეორეს მხრივ უფლებებს ყველა იმ კერძო იურიდიულ პირისა, რომელიც წარმოქმნის ნარჩენს, დააწესებს სანქციებს განაგვიანებაზე, მოხდეს ნარჩენების კატეგორიზაციას, შექმნის ნებასახველების დასაწყისისა და ახალი ნებასახველების შენებლობის სტანდარტებს და ასე შემდეგ. დღეს საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხი ძალიან მწვავედ დგას და მნიშვნელოვანი არის ზომების მიღება იმისათვის, რომ შემცირდეს ნარჩენების გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.